მუსიკალური ტაიმაუტი რადიო იმედზე. ლაშა გაბუნიას 12 კითხვა მუსიკის შესახებ. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველა. ძალიან დიდი მადლობა ლაშა გაბუნიას, რომ მომიწვია ამ თავის ასეთ პოპულარულ რადიო გადაცემაში. მე გახლავართ კონსტანტინე მალანია. მე ვარ კომპოზიტორი, პროდიუსერიც, წერალიც, კულტუროლოგიც. ახლა საჯარო მოხელე უკვე. წერდი სიმღერებს, ასევე რამდენიმე მიუზიკლი მაქვს გაკეთებული, შემიძლია რამდენიმე გავიხსენო, მაგალითად სიყვარული ჯაზი და ეშმაკი გურშასის პიესის მიხედვით, ჭინჭრაკა ნახუცრიშვილის სამი და ჩეხოვის მოტივებზე, ცხოვრება მშვენიერია, ემილიას ბედნიერება ეს გრიბოედოვის თეატრში, სულთა რუსული მიუზიკლი გამომივიდა, ტელემისტერია, პროვოკაცია და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რაღაც. წერ მუსიკას არა მარტო თეატრისთვის, კინოსთვისაც, ტელეგადაცემებისთვისაც. მონაწილეობდი Save Children-ის ორგანიზებულ საბავშვო ანიმაციურ ტელესერიალში ჩვენი ეზოს ამბები, რომელიც ტოლერანტობის თემას ეძღვნება და რომელიც ახლა ძალიან აქტუალურია ახლა უკვე განსაკუთრებით და ვიყავი კომპოზიტორი ამ საბავშვო ანიმაციური სერიალის, ასევე რაღაც სხვადასხვა ტელეგადაცემებისთვისაც მაქვს მუსიკა შექმნილი და მისი ჩამოთვლა შორს აგვიყვან და ყოველ შემთხვევაში მე უკვე მზადვარ რომ შეკითხვებს გავცე პასუხი, რომელიც ლაშამ გამომიგზავნა და ასე რომ საკუთარ თავზე ლაპარაკ, ჯობია რომ ამ შეკითხვებს უპასუხო და ამ შეკითხვებშიც რაღაცნაირად ჩემი ბიოგრაფიაც აისარკება, იმედი მაქვს და პირველი შეკითხვა, როდის და როგორ გადავწყვიტე გამხდარიყავი მუსიკოსი და სად მივიღე მუსიკალური განათლება. მუსიკოსად გახდომა საერთოდ არ მქონია მხედველობაში არასდროს და არც მიოცნებია, ესეთი კოშმარი იყო ჩემთვის აი ეს წლები, რომელიც მუსიკალურში გავატარე. ბავშვობაში, როდესაც ყველა ბავშვი ცდილობს სკოლის დამთავრების შემდეგ გავარდეს ოდნავ წაიმეცადნოს და შემდეგ არის ფეხბურთი ითამაშოს, იმდროს მე და ჩემი ტყუპისცალი მუსიკალურ სკოლაში მივჩიქჩიქებდით ხან დეიდასთან ხან დედასთან ერთად და იმ გაუთავებელ ტრამპაცუმპას ხან უკრავდით ხან ვისმენდით და ჩვენი ძალიან დიდი კოშმარი იყო, ამიტომ ერთადერთი 4-იანი სადაც მყავდა მუსიკალურში დანარჩენი ძლივს რაღაც ისეთი კოჭრ სამებზე დავამთავრე. სად მივიღე მუსიკალური განათლება, ეს იყო ქუთაისში, რა თქმა უნდა, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ეს იყო მეორე მუსიკალური სკოლა, წულუკიძის ქუჩაზე, ახლა უკვე ასათიანის ქუჩა ქვია, რომელიც გვერდით იყო, სკოლის გვერდით და ესეც ზუსტად ქმნიდა იმ კომფორტულ პირობებს სკოლიდან პირდაპირ შემოსულიყავით მუსიკალურ სასწავლებელში, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი ტანჯვა იყო, მოგახსენე. რომელ მუსიკოსებს უსმენდი ყველაზე ინტენსიურად, რომელმა დატოვეს ჩემში ყველაზე ღრმა კვალი და მუსიკალური კოლექცია თუ მაქვს. მუსიკოსებს ისინს ყველას უსმენდი და ყველაფერს, ჩემთვის ახლაც მაშინაც ძალიან საინტერესო რამდენიმე ჯგუფი იყო ისეთი, რომელსაც ახლაც ვაფანატებ და ახლაც მაქვს მათი კოლექციები და მათი დისკები და ძალიან ხშირად უსმენ ხოლმე მათ. ეს არის რა თქმა უნდა Queen, Beatles, Depeche Mode, ასევე Pet Shop Boys ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს Aerosmith, Jackson რა თქმა უნდა ყველას კუმირი და ჩემთვისაც ასე იყო და ამ ადამიანებმა ძალიან დიდი კვალი დატოვეს და ძალიან დიდი როლი ითამაშეს. რომელი ეპოქის და ჟანრის მუსიკა მოგწონს ყველაზე მეტად? იცით, შეიძლება ითქვას, მე ეპოქების მიხედვით არ დავყოფთ იმ მუსიკალურ მიმდინარეობებს, იმიტომ რომ ყველა ეპოქას აქვს თავისი ცუდი, თავისი მოწინავე პროდუქცია და ასევე აქვს ტრეშიც. მაგრამ მე არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, პოლიტკორექტულობის გამო და ახლაც არის ისეთი ძალიან სერიოზული ნაწარმოებების ეპოქა, რომელიც ძალიან ისეთ კულტურულ შოკში მაგდებს და ყოველთვის ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ბევრი მოусვინო, იმიტომ რომ ეს უკვე ახალგაზრდები არიან, ესენი უკვე ჩემი შვილების და შვილიშვილების ეპოქის ადამიანები არიან და ჩემთვის მათი აზროვნება, მათი მიმართულებები და მათი შემოთავაზებული მუსიკა და ეს მიმდინარეობები, აი ეს განწყობილება, ის სულ ის ფილოსოფია, რასაც ისინი მუსიკაში დებენ, ჩემთვის ძალიან მისაღებია და რაც უფრო მეტი და ახალგაზრდული იქნება მოწოდებული დღითი დღე და აი სანამ ცოცხლები ვართ. დღეს მუსიკის შექმნის პროცესში რამდენი პროცენტი მოდის კომპიუტერზე და რამდენი ადამიანზე. კომპიუტერი ვერაფერს ვერ იზამს თუ არა ადამიანი, ის ელემენტარულად ღილაკების დაჭერაც კი ადამიანის ტვინისგან ხდება და მისი სურვილია. კომპიუტერი თავისთავად ვერაფერს ვერ შექმნის. კომპიუტერი მე როგორც
მიმაჩნია და მეც კომპიუტერზე მუშაობ, როდესაც მუსიკალურ კომპოზიციას ვქნი, კომპიუტერი უბრალოდ არის საშუალება, ინსტრუმენტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ის twins შენს მაგერად ვერ იაზრონებს და ვერაფერს ვერ დაუკრავს. ეს თვითონ ადამიანმა უნდა გაიაზროს თავიდან ბოლომდე რა უნდა ისი მიღწევა უნდა და შემდეგ კომპიუტერი დაეხმაროს როგორც მარჯვენა ხელი და რა ვთქვათ, შემქმნელი და კრეატივისტი და ესე პერფექციონისტი. ნუ ახლა ასეთი საკითხი როგორ დაუკავშირდი სეფას ბიჭებს? სეფას ბიჭებთან დაკავშირება მოხდა მას შემდეგ, რაც განვეკავშირე ჯგუფ Sessions, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს მე და ირმამ ჩემმა მეუღლემ, ჩემმა თანაავტორმა და მთელი ცხოვრების და შემოქმედების მეორე ნახევარმა ერთად შევქმნით ქუთაისში, სტუდია კონსტანტ რეკორდში. მერე მოხდა ის, რომ ჩვენ რო გადმოვედით საცხოვრებლად ოჯახი რო გადმოვედით თბილისში, დავიწყეთ ახალ პროგრამაზე მუშაობა, დავიწყეთ მათი პრომოუშენი, მათი პიარი და ნუ რაღაც გარკვეულ ეტაპს მივაღწიეთ და მერე მოხდა ისე როგორც ხდება, ნუ ბიჭებმა მიიჩნიეს, რომ ცოტა სხვა კუთხით უნდა ემუშაოთ, ცოტა სხვა ადამიანებთან უნდა ემუშაოთ. იმის გამო, რომ ჩვენ უამრავი არარეალიზებული პროექტი დაგვჭა ჯგუფთან გასაკეთებელი, ჩვენ დავიწყეთ ძებნა და მივაგენით სამ ძალიან საინტერესო ბიჭს, რომელსაც ერქვათ სეფას ბიჭები და ისინი იყვნენ უბრწყინვალესი კომპოზიტორის, მუსიკოსის და გენიალური ადამიანის ედვარდ სეფაშვილის გაზრდილები და მიუმატეთ მათ ჩვენი შვილი ირაკლი ალფაიძე და გამოვიდა მშვენიერი ჯგუფი, რომელთა პირველმა ნაწარმოებმა, პირველმა ესეთ სიმღერამ ჟანეტმა, ეს ჟანეტი მართლა ძალიან უცნაური ისტორიის და უცნაური ბიოგრაფიის სიმღერა გამოდგა. რაღაც მინდოდა რაღაც უცნაური ფრაზა ყოფილიყო ერთ-ერთი, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას მიიქცევდა და აი მოვიფიქრე ასეთი ფაბულა, რომ ჟანეტი როდესაც დაბრუნდება საფრანგეთში, იტყვის, რომ აი ქართული სუფრა ყველაზე მაგარია, ქართველი ბიჭები ყველაზე მაგრები არიან და რაც თავარია თბილისის ანძა ჯობია ეიფელის კოშკს. ნუ ძალიან მეჩხუბე ბიჭებმაც და ირმაც რა სისულელეს წერო და რა გვინდა ესო რომ მე ვთქვა აი თქვენ რომ იცოდეთ აი ეს ფრაზა გახიტავს აი ამ სიმღერას და გახდება ძალიან პოპულარული თქო და ნუ ისემც კარგი დაგემართოს როგორც ჩვენ წინაპრები იტყოდნენ. ნუ სიმღერა გახდა რა თქმა უნდა კლიპიც გაუკეთეთ, ნუ ძალიან პოპულარული. რაც შეეხება სოხუმის ისტორია კიდევ უფრო ღრმაა, იმიტომ რომ ჩემს ბავშვობის მეგობარს ვისთანაც ერთადაც ჩვენ დავიწყეთ ქუთაისში რაღაც კონცერტების, ფესტივალების, რაღაც სილამაზის კონკურსების დადგმა და განხორციელება და ინსპირაცია ირაკლი ჯავაშვილი. ის ძალიან კარგად გახსოვთ, ძალიან პოპულარული გადაცემა იმედზე გადიოდა არ დაიდარდო და ერთჯერ ირაკლისთან რო ვიყავით სტუმრად შემომთავაზა რომ სოხუმზე ვაკეთებ გადაცემას და რაღაც სიმღერა მჭირდებაო და იქნებაო რაღაცა გაუკეთეო, ძალიან პოპულარული ჯგუფი მინდაო და მე ვთხარი რომ მოდი რა მე ახალი ჯგუფი მყავს რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ამჟამად და მოდი ამას გაუკეთებ რაღაც სიმღერას. ირაკლი მითხრა კიო კაცო გაუკეთეო რა პრობლემაა და ახალგაზრდობაში როცა სტუდენტები ვიყავით იყო აი ეს შავი ზღვის კრუიზი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ვგებულობდით. ყოველთვის როდესაც ვახლოვდებოდით სოხუმის პორტს, მთელი დღის განმავლობაში მუსიკოსები უკრავდნენ და ასევე რადიოშიც ისმოდა აი ძალიან ცნობილი სიმღერა იგორ სარუხანოვის სოხუმი. და გადავწყვიტე რომ მოდი გადავაწყოთ გიტარებზე, გავშალოთ ხმებში და ძალიან საინტერესო გამოაცხადა. ნუ მართლაც ასე გავაკეთეთ, მაგრამ დრო იყო ძალიან ცოტა. ამაზე სადაც 4 თუ 5 დღე ჰქონდა და ნუ დღე-დაღამე მე და ირმა ვიმუშავეთ მე არანჟირებაზე, თან ბიჭებს გიტარის მიმართულებას ვეუბნებოდი თუ რა სტილში უნდა დაეკრათ. ირმა ამასობაში ხმებში შლიდა და ბოლო-ბოლო რო გავაკეთეთ და მივიტანეთ გადაცემაზე, ბიჭებმა ტექსტიც არ იცოდნენ ნორმალურად, ისეთი მოკლე დრო იყო. მივიტანეთ ამ გადაცემაზე და რო მთელი დარბაზი ტიროდა, აი როდესაც ბიჭები მღეროდნენ და გთხოვეს რომ რამდენჯერმე გაგვამეორებიეს, კიდე რომ გეხვეწებით გაიმეორეთო და ნუ მოხდა სასწაული რაღაც, როდესაც ამ ბიჭების ალბომი გამოვიდა, სადღაც 2 კვირაში აი ამ სოხუმმა და ჟანეტმა ეს ალბომი გაყიდა და მე გავიგე რომ ემიგრანტები ყიდულობდნენ და ჩამოსული ემიგრანტები და ერთმანეთს უგზავნიდნენ იმ სოხუმელებს. სხვა შორის იყო იმაზე ლაპარაკიც, რომ ქართულ ენაზე უნდა გაგვეკეთებინა ეს სოხუმი, მაგრამ მე კატეგორიულად უარი ვთქვი, იმიტომ რომ თუ გვინდა რომ ეს იყოს ისეთი სიმღერა, რომელსაც აფხაზებიც გაიგებენ, ქართველებიც გაიგებენ, სომხებს მოგეხსენებათ სოხუმში როგორი დიასპორა იყო, როგორი მრავალფეროვანი და აი ამის გამო ირაკლის დამთანხმდა ამაზე და გავაკეთეთ რუსულ ენაზე ეს სიმღერა და მე მითხრეს რომ თურმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთის პლაჟებზე ახლაც იკვრება ეს სეფას ბიჭების მიერ ნამღერი ეს სოხუმი. რას ვფიქრობ დღევანდელ ქართულ პოპულარულ მუსიკაზე. ძალიან ბევრი რაღაცა გვაკლია სრულყოფილობამდე. თან მიუხედავად იმისა, რამდენი კონკურსები ტარდება იგივე ეს შოუები, მუსიკალური შოუები, სადაც უამრავი ნიჭიერია ახალგაზრდა გამოდის და უამრავი საინტერესო
კომპოზიტორის ნაწარმოებები სრულდება, მაგრამ კი უყურებთ, რომ ევროვიზიაზე როგორ კრახიდან კრახს განვიცდით იმის გამო, რომ ვერ უწყობთ ფეხს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რომლითაც აი მსოფლიო დონეზე იხიტება რაიმე მუსიკალური კომპოზიცია, ხო? ყველა დროის საუკეთესო მსოფლიოს და ქართველი მუსიკოსები ვინ არიან? ძალიან ძნელია რომ ამაზე ითქვას, ისე რომ ვიღაცას გული არ დაწყვიტო, ქართველი მუსიკოსები მე მიმაჩნია რომ მოვლენა არის ხათამაძე რა თქმა უნდა და ძალიან მოვიწონებდი ასევე იმ ადამიანებს, იმ მუსიკოსებს, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ქართველი ხალხის მიერ აღიარებულ ადამიანების ტოპში. უცხოელი მომღერლებიდან ჩემთვის ყოველთვის დარჩება იდეალად იგივე ის აეროსმიტი, იგივე ის ბიტლზი, იგივე ის κουინი, იგივე ჯექსონი, იგივე პრინცი, იგივე აი თანამედროვე რობინ უილიამსი, ძალიან მომწონს Maroon 5, გიждები Maroon 5-ზე მაგალითად. რამ ხრივ ჭირდება ქვეყანაში მუსიკის განვითარება სახელმწიფო მხრიდან ხელი შეწყობა. მეფეს ჰქონდა ძალიან კაი იდეა, რატომ ჩარკვიანს, რომ შევქმნათო სამინისტრო, როკ-ენ-როლის სამინისტრო. ეს რა თქმა უნდა, საკმაოდ ხუმრობად მიიღო, მაგრამ რაღაც რაციონალური მარცვალი ძალიან ისეთი კრეატიული იდეისა იდო ამაში, რომ აი თუ გვინდა ჩვენ რომ განვითარდეს, უნდა იყოს რაღაც მექანიზმები, უნდა არსებობდეს ერთი უბრალოდ სერიოზული სკოლა არა გვაქვს იმისი, რომ ადამიანებს ახლა ისო სტუდიები აქვს ვიღაცებს და მე ამ სტუდიის მათი პიკი დახმარების ისაა, რომ ამ სტუდიის ბავშვები მე აუცილებლად მოხვდებიან აი ტელეშოუებში რაღაც სტუდიის ხელმძღვანელების ზიან ჟიურში, ეს გასაგებია და ეს კია, მაგრამ ამის მერე რა შეიძლება მოხდეს? ამ ბავშვებს უნდა კონდეთ გასაქანი და ასე რომ ბერკლის სკოლის ნაირი თუ რაღაც ამდაგვარი უნდა გქონდეს, რომ ბავშვები და როგორც ინგლისელის ამერიკელი მასწავლებლები ჩამოიყვანენ ენის შესასწავლად, ასე ამერიკელი ესტრადის ოსტატები უნდა ჩამოვიდნენ, რომ ბავშვებს ასწავლონ ის ჭეშმარიტი, რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც არა მარტო ის, რომ გადააკოპირონ ამერიკული და უცხოური სიმღერები, რაღაც მიქსი უნდა გაკეთდეს, რაღაც ფიუჟენი უნდა გაკეთდეს ქართულისა და უცხოურის, რაღაც ახალი მიიღო, ახალი მხოლოდ აი ასეთი პრინციპით შეიძლება წარმოიქმნას მით უმეტეს როგორი წინაპრები გვყავს და როგორი ფესვები გვაქვს ამ მუსიკალური აზროვნების, ჩემზე კარგად მოგეხსენება. როგორ შეიძლება შევაყაროთ ბავშვებს მუსიკა? ეს დაწყებითი სკოლიდან, მაგალითად ამბობენ რომ ცოლისქება აუგიაო, მაგრამ მე ირმას ძალიან ვუმადლი იმ ხრივ, რომ პირველი კლასიდანვე ის დაწყებითი სკოლის პედაგოგია, მენტორია და ესა ფასილიტატორია და ის პირველი კლასიდანვე მორჩენილ დროში ანგნებავთ გაკვეთილებს შორის, ანგნებავთ მუსიკის გაკვეთილზე, როდესაც ის ატარებს, ყოველთვის მიაქვს ორი ტიპის დისკები მოსასმენად ბავშვებისთვის. ეს არის კლასიკა და ეს არის თანამედროვე მუსიკა და ასევე პლუს ქართული. და რომ იცოდეთ მეოთხე კლასელებმა, როდესაც ის 4 წლებს ამთავრებენ პირველ დაწყებით საფეხურს და გადადიან, რა დონეზე იციან, იცით აი ეს გნებავთ ქართული, აი ცნობენ პირდაპირ ამ ლიტერატურის გაკვეთილებს უყურებს და ისტორიებსაც უყვება ამის შესახებ. ხო, შემდეგი შეკითხვაა, რომ სად შეიძლება ჩემი მუსიკის მოსმენაო? ჩემი მუსიკის მოსმენა ინტერნეტში მე მაქვს გვერდი YouTube-ზე ამრიეტოკი ქვია, ამრიეტოკი ჩემი შემოქმედებითი ფსევდონიმია და ამრიეტოკზე მთლიანად არა, მაგრამ ძალიან დიდი მასალა ჩემი ნამუშევრების არის მასზე ატვირთული და სურვილის მიხედვით ყველა შეუძლია რომ ნახოს. ამასთან ერთად ძალიან ბევრი ის ღონისძიებები, რომლებიც გამიკეთებია იგივე მუსიკლების გარდა, იგივე ფესტივალები, კონკურსები და რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა და მსმენელმა და მაყურებელმა ძალიან თბილად მიიღო. და ბოლოს რის მოსმენას ურჩევ რადიო მსმენელს, ანუ ჩემი რეკომენდაცია, ყველაფერს უსმინეთ, რაც იკვრება, მაგრამ სანამ ამას უსმენთ, მე გთხოვთ, რომ აუცილებლად ბავშვებმა უნდა მუსიკალური სკოლა უნდა დაამთავრონ, იმიტომ რომ მიჩნეულია, რომ მუსიკა და ეს მუსიკალური ეს საგნები, იგივე სოლფეჯიო და იგივე ეს ლიტერატურა იქნება თუ სპეციალობა ის ძალიან ავარჯიშებს ბავშვს ისე როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და ეს გათანაბრებულია მათემატიკასთან და ჩემი რეკომენდაცია არის ეს, რომ ხშირად უსმინეთ ლაშა გაბუნიას რადიო გადაცემას, იმიტომ რომ ასე ძალიან გჭირდება. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ჩემი მოწვევისთვის. თქვენ წინაშე იყო კონსტანტინე მალანი. ნახვამდის. მუსიკალური ტაიმაუტი რადიო იმედზე. ლაშა გაბუნიას 12 კითხვა მუსიკის შესახებ.